7 აგვისტო ეს არის ჩვენი ისტორიის უახლოესი წარსულის ძალიან ნიშანდობლივი, ძალიან ტკივილიანი დღე. ეს არის დღე, როდესაც რუსულმა მხარემ დაიწყო ქართული სოფლების დაბომბვა, რასაც შემდეგ ადეკვატურად უპასუხა იმ დროს არსებულმა ხელისუფლებამ და ქართულმა მხარემ და რასაც მოყვა აგვისტოს ომი, რომლის შედეგადაც რამოდენიმე ასეული ჩვენი თანამემამულე დაიღუპა, მაგრამ ეს არის დღე, რომელიც კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ყველას ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს და იმ ადამიანებს, ვისაც მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, რომ ჩვენს დამოუკიდებლობას, ჩვენი ქვეყნის განვითარებას ყავს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და ხილული მტერი, ეს არის რუსეთი, რომელიც არის ოკუპანტის სახელმწიფო და რომელსაც ეხლა სამწუხაროდ ოკუპირებული აქვს არა მარტო ჩვენი ტერიტორიების 20%, არამედ ოკუპირებული აქვს საქართველოს ხელისუფლება და დღეს მისი ნამესნიკი ხელისუფლება მართავს საქართველოს. რაც შეეხება ამ ფაქტს, შეთვის მისასალმებელია, რომ დღეს თვითმმართველობაც 7 აგვისტოს გამოვიდა, აი ამ დღის აღსანიშნავად, იმიტომ რაღაც წყალგაყოფი გახდა ამ ბოლო დროს, რომ 8 აგვისტო ეს არის ხოცებისგან აღიარებული დღე. აგვისტოს ომის დასაწყისის, იმიტომ რომ ეს რუსულ ნარატივს ერგება და 8 აგვისტოს რა კი ქართული მხარე ჩაერთო. იცით თქვენ, რომ ქართული მხარის ინიცირებულ ომად უნდა ეს წარმოსახოს პუტინის რუსეთს, მაგრამ 7 აგვისტო არის რეალ და ძალიან მისასალმებელია, რომ ქუთაისის თვითმმართველობა 7 აგვისტოს გამოვიდა ჩვენთან ერთად აი ამ დღის აღსანიშნავად. აქავე მინდა აღვნიშნო, რომ ვერანაირი კომისია, ვერანაირი ეგრეთ წოდებული რაღაც პოლიტიკური იაფასიანი თეატრი ვერ გააოფერულებს აი ამ გმირების ხსოვნას, ანწუხელიძის, შინდისის გმირების, ზოგადად იმ გმირი ბიჭების ხსოვნას, ვის სახელზედაც არის ეს მემორიალი აგებული და მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქართული ოცნება ცდილობს მოღალატეობრივი, დანაშაულებრივი სულუკიანის კომისიით აი ამ ისტორიის გადაწერას და ქართული მხარის დადანაშაულებას, მე ვფიქრობ, რომ ისტორია მაინც ღირსეულად შეაფასებს ყველაფერ ამას, შესაბამის დასკვნას გამოიტანს და ჩვენ ეს ყოველთვის გვექნება გარკვეულ სახელმძღვანელოდ, გარკვეულ აზიმუტად იმისათვის, რომ შენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, თავისუფლება ღირს სიცოცხლის დადებად და არც ერთი დღე ოკუპანტთან კოლაბორაციაში ეს არის თითეული ნამუსიერი ქართველის ძალიან მნიშვნელოვანი თეზა, რომელთაც უნდა ვიცხოვრო.